მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ზარმაცი კაცი კარგ ღვინოს ვერ დააყენებს. ყველას, ვინც კი ჩართული იყო პროცესში, ამღერებდა. მეღვინე არ არის ჯადოქარი. აიღო ამ კაცმა და 3 ქვევრი მაჩუკა. რამდენად ინარჩუნებს მეღვინეობა დღეს აი ამ ხელოვნების სტატუსს. აი ეს ცოტა მართლა მითიური ტექნოლოგია, რომელიც განსხვავებულია და მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და საპატიო საქმიანობა რაც შეიძლება ქართველმა კაცმა აკეთოს ეს არის ღვინის დაყენება. ხელოვნური ინტელექტი ან რაიმე თანამედროვე მიდგომა ხომ არ გამოგიყენებინათ ამ პროცესში. საკმაოდ რთულია, როგორც ვთქვით, ვითარდებით და ცოტა რისკიც მაღალი არის. ეს ქვევრი სადღაც ხონდა წაიღო და ავიღე და დავრგე. ზუსტად აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეგვაძლევინეს ის, რომ ვენახი ცხარობდა ჩვენთან იმ პერიოდში. კი გვიმარტივებს დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები ამ ყველაფერს, თუმცა მასობრივი წარმოება უკარგავს თუ არა ხარისხის ღვინოს. ესეთი მარტივი არ არის ღვინოს რომ ირთმევთ ხოლმე, მეღვინეები ბევრ ამაზე ვფიქრობთ. გაუმარჯო ჩვენებური პოდკასტის პირველი სტუმარი ხართ და ძალიან გვიხარია. არ არის მარტივი რომ ესე შეუნარჩუნდეს მას გასაგები. ესეთი ხარისხი. მე მგონი ჩემჭიქაში ერთი ალუბალი გდია. შავ ღვინოში ალუბლები ფანა.